მუსიკით გადაცებულს მშობლები ბანკის მოხელის კარიერას უმზადებდნენ. მან კი მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე თავის უპირველეს არჩევანს, მუსიკას მიუძღვნა. ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებლის კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის სამუსიკო კარიერა რომანსებით დაიწყო. მან 20-ზე მეტი რომანსი დაწერა. მოგვიანებით კი საოპერო ნაწარმოებების შექმნა გადაწყვიტა. გასული საუკუნის 20-იან წლებში მან 4 ოპერა დაწერა. ქეთო და კოტე, რომელიც 1919 წელს აქვსენტი ცაგარელის ხანუმას მიხედვით დაიდგა. მას მოყვა ოპერა ცისანა, ლეილა და ზამირა. ამ უკანასკნელის დასრულება კომპოზიტორმა ვეღარ მოასწრო. ვიქტორ დოლიძეს განსაკუთრებული აღიარება ოპერა ქეთო და კოტემ მოუტანა, რომელმაც იმავე 1919 წელს პირველად დადგმულ დიმიტრი არაყიშვილის ოპერა თქმულება შოთა რუსთაველზე და ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერთან ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიკური ოპერის დაფუძნების პროცესი. პრემიერის დღესვე თეატრის სალაროში 10 შემდგომი სპექტაკლის ბილეთების შეკვეთა მისცეს. ოპერის წარმატება კომედიურმა სიუჟეტმა და ადვილად დასამახსოვრებელმა მელოდიურმა მუსიკამ განაპირობა. ამ ჩემს საქმეს როგორ მოახერხებ? ვიძა ჩემს თურმეს საქმე გათავებული ჰქონია. თუმცა კრიტიკოსები კომპოზიტორს განათლებას უწუნებდნენ. 1923 წელს მათ გაზეთ ჩირაღდანში ცელი წერილი გამოაქვეყნეს. კომპოზიტორი თავის შემოქმედებაში ფართოდ იყენებდა ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებს და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. რომანსებისა და საოპერო ნაწარმოებების გარდა, კომპოზიტორი საფორტეპიანო კონცერტებს და სიმფონიურ ნაწარმოებებსაც წერდა. 1948 წელს ქეთო და კოტეს მიხედვით ფილმი გადაიღეს. ფილმიც ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც საოპერო დადგმები. კომიკურმა ოპერამ უკვდავება ნამდვილად მოიპოვა, ისევე როგორც კრიტიკოსების მიერ მისმა ბოლომდე არაღიარებულმა უიღბლო ავტორმა, რომელიც 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცხოვრების დიდი ნაწილი სიღარიბესა და გაჭირვებაში გაატარა. ვერც უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო, თუმცა ნიჭისა და ალღოს წყალობით გენიალური კომპოზიციების ავტორი გახდა და სამუდამოდ ჩაეწერა ქართული მუსიკის ისტორიაში.